საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი თელავში კახეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და სკოლებში განსახორციელებული ინიციატივები მშობლებთან ერთად განიხილა. მან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მშობელთა მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობის გარეშე რეფორმა ეფექტიანი ვერ იქნება. თითოეულ ამ შეხვედრაზე კეთდება აქცენტი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის მშობლების ჩართულობა სასკოლო პროცესებში, შვილის აღზრდის პროცესებში, კოორდინაცია სასკოლო საზოგადოებასთან, მასწავლებლებთან უპირველეს ყოვლისა. იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც შევეცადეთ, რომ ამომწურავი პასუხები მიგვეცა და ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება დიდი ხანია ელოდა ამ რეფორმას, საზოგადოება მიესალმება ამ რეფორმის დაწყებას და გამოთქვავს სრულ მზაობას რეფორმაში აქტიური ჩართულობისა და ხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანი ტრადიციულად ქცეული ინიციატივაა განათლების მინისტრის სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრა. დღეს ასეთი შეხვედრა გაიმართა კიდევ ერთი თელავის უნივერსიტეტში, სადაც მინისტრმა ისაუბრა ზოგადი განათლების რეფორმაზე, მოისმინა კითხვები მშობლებისგან, იყო მაღალი ჩართულობა და ინტერაქცია და ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ვისაუბრებთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე. გაგვეცნო სიახლეები და მიმდინარე წელს და შემდეგ წლებში დაანონსებული, მოისმინა ჩვენი პოზიცია, მოусმინა ჩვენს კითხვებს და მივიღეთ ამომწურავი პასუხი. მე პირადად მაყოფილი ვარ და იმედია ყველა პირობა და რეფორმა ასეთი საინტერესოდ განხორციელდება და წარიმართება.